Ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო ფილმის მეოთხე სეზონის მესამე სერიაზე. ამ სერიაში არ იყო ბევრი ექშენი, როგორც ჩანს, ამზადებენ ნიადაგს შემდეგი მოვლენებისათვის. ხოდა, მოდი ჩვენც მოვემზადოთ და ვნახოთ რა მოხდა. სერიის დაწყებისთანავე ფატიმა და ელჯინი შეხვდნენ ერთმანეთს. აქ მეგონა რომ ფატიმა მთელ ბრას გადმოათხევდა ელჯინზე, მით უმეტეს რომ წინა სერიაში მენტალურად არც ისე სტაბილურად გამოიყურებოდა, თუმცა გამიკვირდა რომ ის გაგებით მოეკიდა სიტუაციას. და პირიქით ისიც კი უთხრა, რომ ამ ქალაქმა ორივე ჩვენგანი გამოიყენაო, შემდეგ კი მას დახმარება თხოვა. მოგვიანებით ვნახეთ, რომ რაღაცას აკეთებენ, თუმცა ჯერ ვერ გავიგეთ რას. ფაქტია რომ ფატიმამ იმაზე მეტი იცის, ვიდრე წინა სერიაში სხვებს უამბო და ახლა ამ ცოდნიდან გამომდინარე რაღაც გეგმა აქვს დასახული. შემდეგ გადავდივართ ბოიცზე. მას ესიზმრება მისი ცოლი ები, რომელმაც ქალაქის მაცხოვრებლები დახოცა. შეგახსენებთ, რომ წინა სერიაში ბოიცსაც ჰქონდა იგივე იდეა, როდესაც ტყვიებს ითვლიდა. ბოიდი იხვიძებს მიდის აკოსტასთან და ეკითხება მას გუშინ რა ჯანდაბა მოხდაო. აკოსტა კი პასუხობს: გუშინ რაც მოხდა, ეგ მე არ ყოფილ ვარ, აქ ყოფნა არ მინდა, გესმის? რაიმე სხვა შოუ რომ იყოს, ამ სიტყვებს ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ აქ შეიძლება რაღაც ფარული აზრი იმალებოდეს, რადგან ეს ქალაქი ნამდვილად манипуლირებს ადამიანებით. როგორც ჩანს, აკოსტას იარაღი არ წაართვეს, თუმცა არაუშავს, რადგან იქ ტყვიები მაინც არ არის. თუ ღმერთი გწამს, ყველამ ვიცით რომ დატენილი არ არის. მოაშორე. აკოსტა თხოვს ბოიდს, რომ მას ერთი ტყვია მაინც მისცეს. აშკარაა, რომ მას თავის მოკლა უნდა. ბოიდი ხვდება, რომ ქალაქმა აკოსტა გატეხა, ამიტომ აძლევს მას დავალებას. ასე ვთქვათ, ერთგვარ მიზანს, რომ ყურადღება გადაატანინოს და აგრძნობინოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს. და რომ არ მოგატყუოთ ბჯერა, რომ აკოსტა მართლა იპოვის ამ ნივთებში რაღაც საინტერესოსა და მნიშვნელოვანს. შემდეგ ვხედავთ, რომ მამაოს დაკრძალვისთვის ამზადებენ. სოფია თხოვს სხვებს, რომ დატოვნენ ის მარტო, ვითომ თავის მამასთან, რომ დაემშვიდობოს მას. თუმცა როგორც კი მარტო დარჩება, გარდაცვლილს ეუბნება, სამახსოვრო ნივთის გარეშე ვერ გაგიშვებო. ეს საინტერესოა, რადგან გამოდის, რომ მან ჯიმის სხეულიდანაც აიღო რაღაც სამახსოვრო. შემდეგ კი მამაოს კბილს აძრობს. საზღვრობაა, თუმცა რატომღაც უკვე ამ სერიალში მესამედ გვაჩვენეს კბილი. ერთხელ მაშინ, როდესაც ფატიმას ორსულობისას კბილი მოძრა. მეორედ სმაილის გაკვეთის დროს და მესამედ ახლა. შემდეგ გვაჩვენებენ ჯეიდს, რომელიც ცდილობს მედიტაციას. ეცინება, რადგან ჯეიდი და სიმშვიდე ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ჯანდაბა. ბოიდი შემოდის და ეკითხება მას თუ აქვს რაიმე გამოსადეგი. მითხარი რომ რაღაც გაქვს. შენი აზრით მაქვს რამე? ჯეიდი ითხოვს, არ ვიცი როგორ თქვა ისე რომ არ დავიბლოკო, მოკლედ ის ითხოვს წამლებს, რომელიც მას გააბრუებს, რადგან ამბობს, რომ მირანდას ხილვები მას შემდეგ დაეწყო, რაც ეს წამლები მიიღო. მოკლედ ჯეიდს უნდა რომ სურათ სხვა თვალით შეხედოს. დაფიქრება, მედიტაცია, სიმშვიდე ან გაბრუება. სერიის ბოლოს ის იპოვის სოკოს, რომელიც ამაში დაეხმარება და როგორც ჩანს, სულ მალე ვნახავთ ჯეიდს არაფხიზელ მდგომარეობაში. ის ასევე ამბობს, რომ დაკრძალვაზე წასვლას არ აპირებს და ეს აშკარად ტაბიტას სიტყვების გამოა. იცი რა? წადი შენი. წადი შენი. შენ უნდა ყოფილიყავი ჩამოკიდებული იმ ძელზე. შემდეგ გადავდივართ დაკრძალვაზე, სადაც ყვავი მოფრინდება და პირდაპირ ჯიმის საფლავზე დაჯდება. არსებობს თეორია, რომ ეს ყვავები ამ ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების სულები არიან. მე მგონია, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მაინც მოდი გავიხსენოთ, რომ პირველი სეზონის პირველ სერიაში ჯიმი განასახიერებდა ყვავს. ხანდახან ყვავები უცნაურად იქცევიან. ასევე პირველი სეზონის მესამე სერიაშიც იგივეს აკეთებდა. და თუ ეს თეორია მართალია, იქნებ ეს ყვავი ჯიმია, ან იქნებ ჯიმმა გამოგზავნა და მათთან კომუნიკაცია უნდა. თან ამ დროს თუ სოფიას დააკვირდები, ის აშკარად გაკვირვებულია. ერთადერთი უცნაურად აქ რენდალი იქცევა. როდესაც სხვები ზემოთ ყვავებს უყურებენ, ის ერთადერთია, ვინც ქვემოთ იხედება. ამ ქალაქში კი თუ ვიღაც ერთი სხვებისაგან განსხვავებულად იქცევა, როგორც წესი, რაღაც ისე არ არის. მოგვიანებით ჯული ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყვავები რაღაცას აღნიშნავდნენ, ანუ თითქოს ყვავებს მათი დაცინვა უნდოდათ და ეს აშკარად ნარუტოს გავლენაა. სოფია უკვე იწყებს მოქალაქეების манипуლირებას და მათ ერთმანეთზე გადამტერებას. ჯერ კენის უნერგავს იდეას, რომ მეთიუსების მოსვლის შემდეგ დაიწყო ცუდი ამბები, შემდეგ კი ჯულის უყვება ამ ამბავს ისე, თითქოს ეს კენიმ თქვა. სოფია მაშკარად იცის, თუ როგორ ჩათესოს ცუდი იდეები სხვა ადამიანებში და როგორ გადაამტეროს ისინი ერთმანეთს. ახლა ისინი თავად გაანადგურებენ ერთმანეთს. ეთანი ვიქტორს თხოვს დახმარებას, რომ ტბა აპოვნინოს. მომწონს ის, თუ როგორი ფოკუსირებულია ეთანი. არ დაგვავიწყდეს, რომ ის პატარა ბიჭია, რომელმაც ახლახანს მამა დაასაფლავა, თუმცა უკვე მზადაა, რომ ემოციები გვერდით გადადოს და საქმეების მოგვარებას შეუდგეს. ვიქტორი ამბობს, რომ იქაურობა არ მოწონს და რომ წყალი საშიშია. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიქტორი ასეთ რამეს ამბობს, როგორც წესი, ეს საშინელ მოგონებებს და მტკივნეულ ამბებს უკავშირდება. ტაბიტა ინახავს ნახატს, რომელიც მას ვიქტორმა მისცა და ამ დროს შეამჩნევს მეორე შუქურის ნახატს. გაახსენდება, რომ შუქურის საშუალებით უკვე ერთხელ გავიდა ამ ქალაქიდან და გადაწყვეტს, რომ მოძებნოს შუქურა.
ჯული თავის სამზადისშია, მას უნდა რომ მათი პირველი სახლიდან, რომელიც ჩამოინგრა, გამოიტანოს ითანის ნივთები, კერძოდ კი ის წიგნები, რომლებიც სეზონი 1 სერია 3-ში ვნახეთ. იქნებ დიდი გულიგოგის თავგადასავალი? კრომინოკლის ფრენა? ჯულის უნდა რომ ამ წიგნებიდან დროში მოგზაურობის შესახებ მეტი გაიგოს. მას აშკარად უფრო ჭირდება წიგნი The Flight of the Chronocle. იმედია სწორად ვთქვი. თვითონ წიგნის სახელიც კი მიგვანიშნებს ქრონიკებსა და ქრონოლოგიაზე, რაც ისტორიებთანაა კავშირში და არის შანსი, რომ ისტორიებში მოგზაურობაზეც ეწეროს რაიმე. რენდალი გადაწყვეტს, რომ ჯულის დაეხმაროს და თავად შედის ნანგრევებში წიგნების მოსაძებნად. როდესაც იქ შევა, ხედავთ გვამს. თუ არ გახსოვთ, ეს ის ტიპია, რომელიც მეორე სეზონში სახლის ამბების დროს დაიღუპა. შემდეგ მისი პირიდან ვირთხა ამოძვრება. ჩვენ ვირთხები აქამდეც გვინახავს, როდესაც ისინი ყვავს ჭამდნენ. ხო და თუ ყვავები სხვა ადამიანების სულები არიან, მაშინ არის შანსი, რომ ვირთხებსაც რაღაც მსგავსი როლი აქვთ. და რადგან ყვავს ჭამენ, ვივარაუდოთ, რომ ისინი ერთმანეთის საპირისპირო არსებები არიან. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს უაზრობაა. ეთანი და ვიქტორი მიდიან ტბასთან, სადაც ხედავენ ჯეიდს. ის ისევ ფოკუსირებასა და გონების მოკრებას ცდილობს. ვიქტორი ჯეიდს თხოვს დახმარებას და ისინი ერთად მიდიან ტბის მოსაძებნად. გზაში კი ეთანი საკმაოდ ლოგიკურად მსჯელობს. იქნებ არ გამომიგონებია. იქნებ უბრალოდ ასე მეგონა. გახსოვს დასახლებაში რომ წითელი ქვები ვიპოვეთ? ხო. დედაჩემსაც ეგონა რომ ისინი გამოიგონა, რადგან მათზე კოშპარები ეზიზმრებოდა. მაგრამ ამ ქვებს სიზმრებში იმიტომ ხედავდა რომ ისინი აქ იყვნენ. იქნებ ტბაც აქ არის. ამ საუბრის დროს ვიქტორია ამჩნევს ყვითლებში ჩაცმული კაცის ტანსაცმელებს და პანიკაში ვარდება. იმდენად შეეშინდება, რომ ჩაიფსამს კიდეც. ვიქტორი შეშინებული აქამდეც გვინახავს, მაგრამ ასეთ დონეზე არასოდეს. თუ კაცი ყვითლებში მის დროსაც სხვა ადამიანად გადაიქცა, ისე როგორც აქ გადაიქცა სოფიად, მაშინ ვიქტორს მისი არ უნდა ეშინოდეს. გამოდის, რომ ის თავიდან სხვა ადამიანი იყო და ვიქტორის ციკლის დროს გადაიქცა ყვითლებში ჩაცმულ კაცად. ამ ლოგიკით კი გამოდის, რომ ის თავიდან საერთოდ სხვა ადამიანი იყო. და თუ აქ ვინმე გადარჩება და თუ შემდეგი ციკლი არსებობს, მაშინ ის ვიღაც იპოვის სოფიას ტანსაცმელებს და მასაც ასეთი რეაქცია ექნება. აბიტა და ჰენრი მივიდნენ ბოთლებიან ხესთან და მათ თეთრებში ჩაცმული ბიჭი, ან უფრო სწორად უკვე თეთრებში ჩაცმული თინეიჯერი გამოეცხადათ. ამ ბიჭეს გარეგნობას ყველანი დასცინოდნენ, რადგან ამბობდნენ, რომ ის მოჩვენებაა და გარეგნობა არ უნდა შეეცვალა. თუმცა რა თქმა უნდა შეიცვლებოდა, რადგან ეს მსახიობია და თან მოზარდია და ბოლოს და ბოლოს გაიზარდა. თუმცა შოუს ავტორებმა ეს დაცინვა უპასუხოდ არ დატოვეს, სწორედ ამიტომ ტაბიტა იკითხება მას, ასე რატომ გამოიყურებიო, ბიჭი კი პასუხობს, არასწორ კითხვებს სვამო. ასევე ბიჭი მათ ეუბნება, რომ პასუხებთან ახლოს არიან, თუმცა შიშობს, რომ მათ დრო ეწურებათ. ანუ მიანიშნებს, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება, შემდეგ კი ქრება. ვიცი რომ ბევრ თქვენგანს აღიზიანებს ის, რომ ეს ბიჭი გამოჩნდება, არაფერს ამბობს და ქრება. და მაგის შესახებ ჩავწერთ ცალკე ვიდეოს ან შორტს, სადაც ავხსნი თუ რატომ საუბრობს ეს ბიჭი მუდამ გამოცანებით. მესამე სერიის ბოლოს სცენაში ბოიდი მიდის მისი ცოლის აბის საფლავთან და ეუბნება მას რომ იცვლება და არ მოწონს ის თუ როგორი ადამიანი ხდება. შემდეგ მას დახმარებას თხოვს და ისიც დახმარების ხელს გამოუწოდებს. ვითომ აქამდე საკმარისი რაოდენობის კითხვები არ გქონდა. არ ყვი ახლა ვისი ხელი იყო ეს, მისი ცოლის, ზომბის, მოჩვენების მონსტრის თუ საერთოდ სხვა არსების. მოკლედ ამაზე აღარ ვფიქრობთ, ვიკიდებთ და ამიტომ დღეისათვის სულ ეს იყო.